აი არჩევის სურათები რა ვქნათ. როგორ ბრძანდებით ქალბატონო მარინა? მადლობა ქალბატონო ინგა, მოგესალმებით და მივესალმები სრულიად საქართველოს. მოგესალმებით ქალბატონო მარინა, ჩვენ სულ ვცდილობთ რომ გადაცემა და ეთერი დავუთმოთ პოლიტიკური პატიმრების, პოლიტიკური ტყვეების ოჯახის წევრებს. პირველ რიგში გეტყვით, მე რატომ მინდა ხოლმე რომ რაც შეიძლება მეტი მშობელი, მეტი ოჯახის წევრი ვასაუბრო ეთერში, იმიტომ რომ ამას უყურებენ თქვენი შვილები, თქვენი დაპატიმრებული ტყვეები და აი ეს არის ჩემი მთავარი მიზანი, რომ მათ კიდევ ერთხელ ჩვენი საშუალებით მიაწვდინოთ ხმა. რა სიტყვით, პირველ რიგში რას მეტყვით, როგორ არის გიორგი, რა იცით ბოლო ინფორმაცია მის შესახებ? ძალიან მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ ერთმანეთს არ იცნობენ ადამიანები და ჯგუფურ ძალადობას უყენებს ეგრეთ წოდებული სახელმწიფო რეჟიმი მათ ბრალად. როგორ არის, რა იცით მის შესახებ ბოლო ცნობები? კარგად არის ქალბატონო ინგა, მადლობა მოკითხვისთვის, არის მხნედ, არის იმედიანად. აქეთ ჩვენ გვეუბნება კიდე რომ არ შეგეშინდეთ არაფრისა, იარეთ მიტინგებზე წადითო. იმედს გვაძლევს ის პირიქით იქიდან ჩვენ ყველას. მაგრამ გიორგის უფლება არ ქონდა რომ ის არ იდგეს ამ მიტინგებზე და არ იყოს. გიორგი არის ამ უკანონო რეჟიმის ტყვე, რომელსაც არ პატიობენ, არაპატიეს სამშობლოს სიყვარული და ისჯებიან ეს ახალგაზრდობა ყველა სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯება. მაგრამ გიორგი მით უმეტეს ამას საერთოდ რა გააჩერებს სახში, როცა იცის რომ თავის ძმის დაღვრილ სისხლზე ეს მთავრობა საით მიაქანებს ამ ქვეყანას. ის იმას ფიქრობს, ჩემი ძმა რისთვის დაიღუპაო, რომ ამ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და იმას შეეწირაო. და ამ ჩვენ მთავრობას კიდე ისევ რუსეთისკენ მიყავს ეს ქვეყანაო. ამას უფრო ნერვიულობს, ამას უფრო განიცდის და თავისი ძმის საპატივსაცემო და იმისი სულის მისთვის სულ დადის ეს იმ მიტინგებზე, მაგრამ იქ თუ რამეს დააშავებს, მე ამისი არ მგონია რომ ამან იქ რამე დააშავოს, მაგრამ სასჯელს კი უყენებენ. ხო, ძალიან რთული კი არა, წარმოუდგენელია აიმე გიორგის ადვოკატის განცხადებას გავეცანი და ის საუბრობდა იმაზე, რომ სასამართლოსო ჯერ კიდევ 2021 წელს აქვს განმარტებული, რომ არ არსებობს ორგანიზებული ჯგუფი, როდესაც ჯგუფის წევრები არ იცნობენ ერთმანეთს და არ მოქმედებენ ორგანიზებულად. აქციის მონაწილეები კი, რომელსაც რეჟიმის პროკურატურა სწორედ 225 მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და ამ დროს ისინი ერთმანეთს არ იცნობენ. აი როგორი კაცია, როგორია თქვენი შვილი? მე მინდა რომ აი ხა მაყურებელს ვის შეიძლება იყოს მათში, არიან ასეთი ადამიანებიც, ხო, ნაწილი რომელიც ფიქრობს, რომ რა უნდათ, რატომ იდგნენ აქციებზე, რა იყო, ქვეყანას ატრიალებენ, როგორც ქართული ოცნება ცდილობს, რომ პროპაგანდის მეშვეობით მიაწვდინოს ასე თავისი ხმა რაღაც ნაწილს ამ ქვეყანაში. რატომ დადიოდა ის აქციებზე? რა იყო მისი მთავარი სათქმელი, ქალბატონო მარინა? ჯერ ერთი ქალბატონო ინგა, ეს არ იყო ჯგუფური, საერთოდ არ იცნობს ჩემი შვილი იმათ არავის. ეს მიდიოდა მარტო ყოველთვის სახლიდან მიდიოდა თვითონ თავისი შვილი, მეც მივდიოდი ხოლმე, მეც დავდიოდი იმათთან ერთად იმ აქციებზე, მეც ვიყავი, იმიტომ რომ ჩემი შვილების გვერდით მე ყოველთვის ვიყავი მათ გვერდით ხოლმე და გიორგი იყო სამშობლოს პატრიოტი. გიორგი 9 აპრილიდან მოყოლებული დადიოდა სულ მიტინგებზე. ნუ თქვენი ოჯახის ისტორია ამაზე მეტყველებს, რომ მთლიანად ჩართული იყავით ამ ყველაფერში ეროვნულ მოძრაობაში, მათ შორის მე მოუყევი კიდევ ერთხელ მაყურებელს, ეს ამბავი ალბათ საქართველოში უკვე ყველა მიცის, ცხადია ჩემგან არ მოისმენდნენ პირველად, რომ ერთი შვილი აი მალბედით პერიოდში როგორ დაკარგავს ქალბატონო ინგა, ჩემ შვილზეც მოგიყვებით. რა თქმა უნდა, დიახ. და ეს როდესაც დაიწყო ზვიად გამსახურდიას კანონიერი პრეზიდენტის დამხობა და ქვეყნიდან განდევნა,
უფრო მეტად აქტიურები გახდნენ ამ მიტინგებისა ჩემი შვილები, ორივენი, მამუკაც და გიორგიც. დადიოდნენ ამ მიტინგებზე, იყვნენ 3 იანვრის მიტინგი რო დაარბიეს დიდუბეში, იმის შემდეგ მიტინგებზე, მაგრამ პირველ და 2 თებერვალს რო მიტინგები იყო, ამან ყოველგვარ მოლოდის გადააჭარბა. განსაკუთრებით 2 თებერვლის ის სისხლიანი კვირა დღე. ეს იყო 9 აპრილის ტოლფას კვირა დღე. აი 9 აპრილს რასაც ქვიან. 9 აპრილს რუსის ჯარმა დაჩეხლა და დახოცა ჩვენი ამოდენა ქართველები და 2 თებერვალს ქართველების ხელით მოხდა აქ ქართველების გენოციდი. ჩემი შვილი, რომელსაც ეროვნული დროშა ეჭირა და მიტინგზე წინ მიდიოდა, ცირკთან გადაღობილი ბეტერებით, ჩახერგილი გზა ბეტერებით, ავტობუსებით, წყლის ჭავლის მანქანებით და მიდიოდა მაინც წინ დროშით ხელში. მაგრამ არაპატიეს ჩემ მამუკას ეს რო ესე ვაშკაცურად წინ მიიწევდა და ცირკის მოპირდაპირე ფერდობზე ჩასაფრებული მხედრიონის ნიღბიანი არაკაცები იქიდან დაუშინეს და პირველი ტყვიაც მამუკას მოხდა ის სნაიპერის ტყვია ქონდა მოხვედრილი. რისთვის დასჭირდა სნაიპერის ტყვიები, ვის ესროდნენ ესენი? დილით რო გადიოდა ინგა სამსახურიდან მე მართლა მეშინოდა წინაღამეს რო გამოაცხადეთ და თქვენს რო ყვალავ არ დავინდობთო ამას ვიზავთო. ვეუბნებოდი დედიკო ძალიან კი მეშინიან, მაგრამ ცოტა ფრთხილად იყავით მეთქი ის და იცი რა მითხრა ინგა, ხელი გადამხვია მხარზე და მომეფერა. დედიკო რისა გეშინიან, რა მოხდება, ერთი შვილი შენ შესწირო საქართველოსო. აი ამ სიტყვების გამგონი და მომსმენი დედა რაჭკუაზე უნდა ყოფილიყავი. დამემშვიდობა და წავიდა ისე სახლიდანა. მამუკას ისტორია ალბათ გიორგისთვის კიდევ უფრო ორმაგი და სამმაგი მიზეზი იქნებოდა ამ აქციებზე სიარულის, ხო, თავისთავად ცხადია. ძალიან მძიმეა ამის მოსმენა თქვენგან ძალიან. გიორგიც არ ჩერდებოდა. სულ უნდა და იმ მიტინგებზე ყოფილიყო, ვერ აძლევდა თავითავს იმის უფლებას, რომ სახლში დამჯდარიყო და ტელევიზორისთვის ეცქირა. მე იქ უნდა ვიყვეო, ჩემი ძმის მაგივრათაც უნდა ვიყვე, მე იქაო, რომ ჩემი ძმის ის მოპოვებული თავისუფლება და დამოუკიდებლობა და ისაო, ჩვენ უნდა დავიცვათ ეხლაო. მე მიამაყება გიორგითი, მართლა მიამაყება, რომ მე ესეთი შვილები მყავს და ვამაყობ გიორგითი მე ყოველთვის. ქაბატონო მარინა, რას ეთყოდით ეხლა თუ გიყურებთ თქვენი შვილი? აუცილებლად მიყურებს, ვიცი და ვეთყოდი, გიორგი, იყავი მხნედ, შვილო, იყავი მაგრა, ნუ გეშინია, არაფრის არ შეგეშინდეს, ჩვენც ხარს გიჭერთ და შენ გვერდზე ვარ. შენ მაგივრათაც მე ვივლი იმ მიტინგებზე და მეწავალ. თავისუფლება რეჟიმის პოლიტიკურ ტყვეებს, გიორგის და ყველა ტყვეს. რომლებიც სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯებიან, ეს ამოდენა ახალგაზრდობა. მადლობა. აი 2 თებერვალს მაშინდელი გარდაცვლილი ბიჭები კიდე 3 იანვრიდან 2 თებერვლიდან ესენი იყვნენ, ესენი ყველა სამშობლოსათვის ზვარაკად შეწირული ქართველები არიან ინგა. რა თქმა უნდა. მადლობა ქალბატონო მარინა და გაძლიერდით, მინდა რომ იყოთ ძლიერად მით უმეტეს აი ამ თქვენი ოჯახური ისტორიის ფონზე ძალიან რთულია ეხა წარმომიდგენია, რამდენად რთულია იმაზე საუბარი, რომ ანტირუსულ აქციებზე მდგომი თქვენი მეორე შვილი ეხლა პოლიტიკურ ტყვეობაშია. გაძლიერდით, მადლობა დიდი, დაგემშვიდობებით, კარგად